კაცების სპისხლზე, შემდეგ იჯირითა აი ამ ხროვა და დღემდე. ღმერთს მე ვთხოვ, თქვენს თხოვეთ, რომ მოგმადლოს სიბრძნე, მოგმადლოს ღვთის დიდების ძალა, მოგმადლოს მშვიდობა, მოგმადლოს სიმდაბლე, მოგმადლოს სიმართლე, მოგმადლოს ერთმანეთის სიყვარული, მოგმადლოს სიცოცხლე, მოგმადლოს ჯანმრთელობა, მოგმადლოს ქართველობა და მოგმადლოს სიბრძნით გონიერება სულიწმინდის მადლოსილებით, რომ ჩვენ უპატრონოთ არ დავტოვოთ ეს ქვეყანა და ჩვენ ვიყოთ ამ ქვეყნის პატრონები. აი ჩემი სურვილები ესაა. ნუ დააგდებთ თქვენ თითოეული თქვენთაგვანი ამ ქვეყანას უპატრონოთ. თქვენ ხართ ამ ქვეყნის პატრონები. მოგმადლოთ ღმერთმა მადლოსილება და სულიწმინდის მადლი მოვიდეთ თქვენსა და ძალიან მაგარ საქმეებიდეთ თქვენ. ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩვენისათვის. და კიდევ ერთი რამ არ დაგავიწყდეთ თქვენ. სად არის ეკლესია, სად არის მღვდელი, სად არის სულიწმინდის მადლი. აქ არის იდუბის რაიონი, წერეთლის 44 პანთეონთან ახლოს და მეტრო დიდუბესთან მიმდებარე ტერიტორიაში. ყოველწლიურად მშობლის ტაძარი. მშობლის ტაძარი. არ დაგავიწყდეთ ეს. არ ეციოთ არც რუსთაველზე, არც ვაკეში და არც სხვაგან. აქ მოძებნეთ თქვენი თავი, აქ განიცადეთ თქვენი თავიდან ცოდვები და აქ მოახერხეთ აღდგომა. ჯერ შობა, მერე ნათლისღება, მერე გოლგოთა, მერე ჯვარცმა, მერე აღდგომა და მერე ამაღლება. ხო და სასიხარულოდ რაც გაგვიხარდება ის გავაკეთოთ. ზოგმა აჯაპური ჯობმა ხო რაღაცა კვერცხი და რაღაცა